ეს საქმიანობა დავიწყე დაახლოებით 15 წლის ასაკში, უკვე 10 წელი არის რაც ამ საქმეში ვარ. ბოსტნეულით, მარცვლოვანი კულტურებით დავინტერესდი, სოფლიდან ჩამოვქონდა რაღაც თესლები, ჩითილები გამომყავდა მე თვითონ. და მაინტერესა მე ამ სფერომ უკვე გავთვითცნობიერდი და შემდეგ 1-2 ყვავილი, მცენარე და ასე წამოვიდა უკვე ეს პროფესიის ხრივ. დამთავრებული მქონა კულინარიაში ვიყავი და ამასთან პროდუქტებთან რომ მქონა შეხება და ჩემი ნაწარმი ასე ვთქვათ, ბოსტნეული გამომყავდა იმ კულინარიაშიც ვიყენებდი და შემდეგ უკვე გადავედი მთლიანად ამ სფეროზე და მინდოდა მექცია პროფესიად. შემდეგ გავიარე კურსები, გადამზადებები, ბევრი ლიტერატურა, წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, უცხოურის, ქართული სამწუხაროდ ბევრი ვერ მოვიძიე. უყურებდი ბევრ ვიდეოებს და მე უკვე პრაქტიკაში ბევრ ცნობილ მებაღესთან ერთად მიმუშავია და იქიდან უკვე მივიღე ეს გამოცდილება, ყველაფერი პრაქტიკის ამბავი არის, უფრო მიწასთან მუშაობაში მოდის მე ყველაფერი უკვე ეს. ვერ ვიტყვი რომ კონკურენცია არის თქო, მით უმეტეს რუსთავში ძალიან ცოტას თუ იპოვით ამ პროფესიით დაკავებულს, უფრო თვითონ ცდილობენ რომ მიხედონ რაღაც პროფესიად ვერ აღიქვავენ ჯერჯერობით, მაგრამ უფრო შემოდის დღესდღეობით ეკოლოგია, ანუ გამწვანება დაიწყეს სრულმა უკვე ხალხმაც მიხვდეს რომ საჭირო არის და მარტო ეს რაღაც საუბრით და იმით ამ მანქანების გამონაბოლქვს და ქარხნების გამონაბოლქვს ვერ შევამცირებთ და საჭიროა უკვე მცენარეების დარგვა და მოვლა და სრულმა მათზე. პირველ რიგში რაც არის გასათვალისწინებელი რწყვა არის სისტემატიური რწყვა არის საჭირო და ნიადაგი არის შესარჩევი. ანუ ჩვენი ქალაქის ნიადაგი არის გრუნტოვანი და თიხანარევი, რომელიც ანუ ნაშენი არის უკვე შემდეგ ეს ქალაქი ამ ნიადაგზე და სასურველი არის როცა გადავწყვიტავთ რამის სადმე დარგვას, ის ადგილი შევცვალოთ ნიადაგი პირველ რიგში, რომ მე უკვე იმ ნიადაგში ჩავრგოთ მცენარე. თუ თლიანი ეზო საშუალება არ გვაქვს, მცირედით შემოვიფარგოთ რაღაც კვადრატულობით მონაკვეთებით, სადაც ვაპირებთ დარგვას. და შევუქმნათ სარწყავის სწორი სისტემა. თითოეულმა ცხოვრებმა რომ ერთი ხე დარგვოს თავის სახელზე და იმას მოუარო შემდეგ, მხოლოდ დარგვა არ არის ამისთვის საკმარისი, იმის მოვლა და გაზრდა არის მთავარი. უკვე შეიძლება ძალიან რადიკალურად შეიძლება ყველაფერი და მცენარეების შერჩევა კიდევ შესაძლებელი არის და მაგაში ვეხმარებით კიდევაც ქალაქში და დავეხმარებით. ხე სასურველი არის დაირგოს 3 მეტრამდე, 3 მეტრის სიმაღლის. ნუ გასახარათაც მარტივი არის, უფრო მალე გაიზრდება და ძალიან მაგაზე მეტი უკვე რთული არის. პირველი 2 წელიც არ არის საჭირო, სანამ ნიადაგი მიიღებს და ფესვთა სისტემა აუმუშავდება იმას უკვე და თუ კომით ანუ მიწით იქნება ჩარგული, უფრო მარტივი იქნება ამ მცენარის გახარება. ღია ფესვით თუ არ იქნება დარგული ნიადაგში. დღესდღეობით წამოვიდა უფრო ვერანდების და ტერასების გამწვანება, ანუ ასე ვთქვათ, მოდაში შემოვიდა, რომ საჭიროც არის უკვე მიხვდნენ კომპანიები, რომ თავის ხიბლი აქვს უკვე იმას და მე მგონი ცდილობენ კიდევაც ასე ვთქვათ, მომხმარებლის მიზიდვას ამითი, ამ გარემოთი, მწვანე გარემოთი. არის შეკვეთები და ინტერესებაც, მაგრამ ჯერ ახალი ხილი არის ასე ვთქვათ რუსთავში. თბილისში უფრო მეტად არის განვითარებული, მეტი თანამშრომელი არის, მეტი დასაქმებული და მეტი შეკვეთაც არის, რა თქმა უნდა. სუკულენტები არის ასეთი მცენარეები, ახლაც შემოსული არის საქართველოში, ადრე იცოდნენ, მაგრამ ახლა გავცერდა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ნიადაგს საჭიროებს, ძალიან ცოტა მოვლა საჭიროებს. სახსაცალამაზე ძალიან ბევრი ფერთაგამა აქვს და კაქტუსებიც ასევე ყველას ოჯახში შეხვდებით კაქტუსს და სუკულენტას მგონი დღესდღეობისობით და უფრო ყვავილოვანი მცენარე არის ერთჯერადები, ერთი თვე ხარობს და ეს უკვე მრავალწლიანი არის და გამოცდილი არის და შემოვიდა ტენდენცია ამის.